ძალიან მაგარ სიტყვებს გეტყვი და აი აქ თუ დაინახავ შენს თავს, ესე იგი შენს გონებაშიც შემოვიჭერი. თუ ადამიანი უნდა იყოს შენი, შენთან, დაიჯერე რომ ღმერთმა ეს ყველაფერი შენთვის გაამზადა, შენთვის ხდება და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა თქვენ შორის, რამდენი მანძილი, რამდენი დრო გავა, რამდენი რა მოხდება თქვენ შორის, რამდენი წინაღობა შეგხვდება გზაზე. თუ ღმერთმა თქვა დიახ, კი, ესე იგი ეგრე იქნება. იცი, შენ რატომ განიცდი ამ ყველაფერს, რატომ ნერვიულობ ყველაფერზე, რაც შენ ცხოვრებაში ხდება. გეშინია დააკარგო და ეჭვი გეპარება ყველაფერში. იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ უბრალოდ ღმერთს მიენდო, მის გადაწყვეტილებას და მის ნებას, შენ ეწინააღმდეგები ყველაფერს. შენ ცდილობ ყველაფერი შენ აკონტროლო ცხოვრებაში. ეს შიში, განგაში, სურვილი, ყველაფერი გეჭიროს და აკონტროლო შენ ცხოვრებაში, მხოლოდ გაშორებს იმას, რაც შენთვის ღმერთმა მოამზადა. დაფიქრდი. გაიგე, პირველი უბრალოდ რომ ღმერთმა შენ აქ იმისთვის მოგავლინა რომ შენ გესწავლა. მიგეღო შენი თავი, მინდობოდე მას, ანუ ღმერთს და გაგეშვა ყველა და ყველაფერზე წინ გაგეშვა კონტროლი, საკუთარი კონტროლი იმისა, რაც გგონია რომ შენ აკონტროლებ. კონტროლი იმის, რაც შენ უბრალოდ არ შეგიძლია რომ გააკონტროლო. შეუძლებელია. მიეცინება ღმერთს რომ თვითონ მოგიყვანოს საჭირო ადამიანი შენ ცხოვრებაში. დამიჯერე ღმერთმა ყველაზე მეტად და კარგად იცის რა გჭირდება შენ და ვინ და როდის და როგორ. აი ეს ვიდეო და სიტყვები, რასაც მე ხა ვიძახი, თუნდაც იმიტომ გესმის ახლა რომ შეიძლება უბრალოდ გჭირდებოდეს ეს. დაფიქრდი ამაზე, დაფიქრდი. თუ შენში შინაგანად ცხოვრობ შიში, რას მიიზიდავ შენ ამ შიშით, შენს ცხოვრებაში? კიდევ უფრო მეტ შიშს. თუ შენ სავსე ხარ განგაში და ტკივილით, ნერვიულობით, განცდებით, რა იქნება სხვა შენ ცხოვრებაში ტკივილი, განცდები და შიშის, რაც შინაგანად გრძნობ, იქნება შენ ცხოვრებაში, რასაც განიცდი, ის აისახება შენს რეალობაში. უბრალოდ მიეცინება შენს თავს, რომ მიენდოს ღმერთს და მის ნებას, შენდამე. გაუშვი შენი შიშები, გაუშვი შენი სურვილი, რომ აკონტროლოს შენი ცხოვრება, შენ თვითონ და თქვი ღმერთო, მე შენ გენდობი, ყველაფერი შენი ნებაა და აინახავ, ყველაფერი კარგად იქნება.